მოგესალმებით ხალხო. დღეს ვისაუბრებთ ელემენტარულ რისკ მენეჯმენტზე, რაც ყველა ტრეიდერს უნდა გააჩნდეს და მის გარეშე რომ ტრეიდინგი წარმოუდგენელი რამ არის, ეგეც უნდა იცოდეთ. ასევე ვისაუბრებთ კონტრაქტებზე და კიდევ ვისაუბრებთ თუ როგორ შევიდეთ ტრეიდში, როგორ გამოვიდეთ სტოპ-ლოს რა მნიშვნელობა აქვს, ტეიქ-პროფიტს რა მნიშვნელობა აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ პირველ რიგში დავიწყოთ რისკ მენეჯმენტზე საუბარი, მინდა გითხრათ, რომ რისკ მენეჯმენტი არის ერთ-ერთი უმთავრესი რამ, რაც ყველა ტრეიდერს უნდა გააჩნდეს, იმიტომ რომ მის გარეშე მარკეტზე პროფიტულობა წარმოუდგენელი რამე არის რა. თუ შენი სტრატეგიის შესაბამისი რისკ მენეჯმენტი არ გაქვს გათვლილი, ხო? ამდენს გარისკავ. მაშინ ჩათვალე პროფიტული ვერანაირად ვერ იქნები, რაც ამ მაგარი სტრატეგია გქონდეს რა. ძალიან ბევრს ეშლება ხოლმე რისკ მენეჯმენტი იმაში, რომ რამდენი დოლარით შედიხარ და რამდენი დოლარით შოულობ მაგას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ არასორი ჩემი აზრით უაზრო კითხვა არის, რაც შეიძლება დაიდოს, რამდენი დოლარით შედიხარ. რა მთავარი არის თითო ტრეიდში რამდენი დოლარი იყო რისკზე და არა რამდენი დოლარით შეხვედი. რამდენი დოლარით შეხვედი, იმას არ რისკავ თუ სტოპ-ლოს იყენებ, ხო? ამიტომაც სტოპ-ლოს გამოყენება ისეთი რამე არის, რაც ყველა ტრეიდერს უნდა გააჩნდეს, მის გარეშე ტრეიდინგი, რა ვიცი, გემბლინგია, მაგაჯობია კაზინოში წახვიდეთ და იქით ტრეიდოთ. პირველ რიგში მოდი ვისაუბროთ, რა მნიშვნელობა აქვს სტოპ-ლოს. ეხლა გამოვიყენებ მე აქ ესეთ შორტს, სტოპ-ლოს დავაყენებ და ტეიქ-პროფიტს დავაყენებ, ხო? ეხლა აი ამ სტოპ-ლოს ჩემთვის რა მნიშვნელობა ენიჭება, მოდი მაგაზე ვისაუბროთ რა. სტოპ-ლოსი არის ისეთი რამ, რაც შენ ტრეიდს იცავს, ხო? ანუ სტოპ-ლოსის არ ქონის შემთხვევაში შენი ტრეიდი დაცული არანაირად არ არის და დაუცველი რო არის შენი ტრეიდი, არანაირ რისკ მენეჯმენტში არ ზრდება ეგ ტრეიდი, ამიტომაც შენ პირდაპირ მნიშვნელობით გემბლერ, ხო? სტოპ-ლოს გარეშე ტრეიდი, ეს აი რაღაცა ელემენტარული რამე არის სტოპ-ლოს გამოყენება ტრეიდინგში რა. ეხლა სტოპ-ლოს სად უნდა დავდოთ? ნუ კონკრეტულად სტოპ-ლოს სად უნდა დავდოთ, ეგ გააჩნიათ თქვენს კონცეფციას და რითი ტრეიდობთ და როგორ უყურებთ მარკეტს, მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა. მაგრამ ყველა ჩემი აზრით თითქმის ყველა სტრატეგიაში სტოპ-ლოსი ერთზე რანდომად და ბრმად არ იდება, ხო? ყველა სტრატეგიაში სტოპ-ლოსი უნდა იდებოდეს, რომ ყველა სტრატეგიაში სტოპ-ლოსი იმ ადგილას უნდა იდებოდეს, სადაც შენი ტრეიდი ვალიდური აღარ არის. რა იგულისხმება ეხლა ვალიდურად არ ყოფნაში რა. ეხლა მე რო აქ სტოპ-ლოსი მიდევს, ხო? თუ მარკეტი ბეარიშია, ანუ ქვემოთ ჩამოსასაპირებს, ეს სტოპ-ლოსი მარკეტმა არ უნდა მიმერტყას, თუ ბეარიშია. მაშინ ჩემი მაღალ ტაიმფრეიმიანი ანალიზი არასწორი არის, ხო? აქვე დავამატებ და გეტყვით, რომ ზოგადად მარკეტზე ესეც უნდა იცოდეთ აუცილებლად, ზოგადად მარკეტზე ნუ ვინ სკალპერები ხართ, ვინ დეი ტრეიდერები ხართ და ვინ სვინგ ტრეიდერები ხართ, ყველა აბსოლუტურად ყველასთვის ანალიზი კეთდება მაღალ ტაიმფრეიმზე. ხო? მაღალ ტაიმფრეიმზე, ანუ იმ ტაიმფრეიმზე მაღლა, ვიდრე შენ ენტრს აკეთებ, ხო? ხთითები რაღაც მიკროფონთან მივოდი, შეიძლება ჩხაგუნისა ყოფილიყო. მოკლედ ანალიზი კეთდება მაღალ ტაიმფრეიმზე სულ, აბსოლუტურად სულ და ის მაღალ ტაიმფრეიმიანი ანალიზი გიდგენ შენ სად უნდა გქონდეს შენი entry, ანუ შესვლის წერტილი და შესვლის წერტილის ადგილას უნდა გქონდეს სტოპ-ლოსი იმ ადგილას დადებული, სადაც შენი ეგ მაღალ ტაიმფრეიმიანი ანალიზი, ხო, ვალიდური აღარ არის. ეხლა მოდი ვისაუბროთ ტეიქ-პროფიტზე. სტოპ-ლოს მნიშვნელობა გავიგეთ, რა მნიშვნელობა აქვს სტოპ-ლოსს და რო სულ უნდა გვიყენოს და სტოპ-ლოს გარეშე ტრეიდი გემბლინგი არის, ეგ გავიაზრეთ იმედია და ყველამ უნდა იცოდეთ ეგ ყველაფერი. ეხლა რაც შეეხება ტეიქ-პროფიტს, ტეიქ-პროფიტს არანაკლებ მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ტეიქ-პროფიტი არის ისეთი რამ, სადაც შენ პროფიტებს ასეივებ, ხო? ეხლა მე ეს ტეიქ-პროფიტი ნუ ეხლა რანდომად დავდე რა, მოდი დავდოთ ის ადგილას, სადაც ვფიქრობ, რომ ლოგიკურია, რომ ფასი აქ რო ჩამოვა, მე გამოვიდე ტრეიდიდან და რატო? ტეიქ-პროფიტი უნდა იყოს ის ადგილას, სადაც საპირისპირო მხარეს რაიმე ზონა ამ სიტყვის გამოვიყენებ, იმიტომ რომ PDR არ მგონია გესმოდეთ, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. საპირისპირო მხარეს სადაც შემოტრიალების ადგილებია, სადაც ანუ ეხლა ხო ბეარიშია მარკეტი რა, ხო ვფიქრობ რომ კომო ჩამოვა, ხო? მაგის მერე თუ ანუ ტეიქ-პროფიტი მაქვს იმ ადგილებში, სადაც
ჩემი ტრეიდი იდეა შეიძლება მაქიდან აღარ გაგრძელდეს რა, ანუ ეხლა რას ვგულისხმობ, ეხლა აქ რო ჩამოვა ფასი გვაქვს, equal-ობები, ნუ შეიძლება ეგ არის ცოტა, რა, მოკლედ რაღაც ისეთი ადგილია, სადაც საიდან შეიძლება ფასი ამოტრიალდეს და ჩემი საპირისპირო მხარეს წავიდეს, ხო? ეგეთ ადგილებში უნდა გადავდეთ take profit-ები. ეხლა მარკეტზე მხოლოდ ერთი take profit-ის დაყენება არ არის აუცილებელი, ხო? უნდა გქონდეს აუცილებლად რა, ხშირ შემთხვევაში ბევრი take profit-ი. მაგას ქვია partial-ები. Partials. ხო? შენი პოზიციის რაღაც ნაწილების აღება. ეგ არის partial-ები. Take profit-ი რამდენიმე შეგვიძლია ავიღოთ, რა, იმიტომ რომ მარტო ერთი ადგილი შეიძლება ჩვენი მიმართულებით არ იყოს ისეთი, სადაც მარკეტ შეიძლება წინაღობა იპოვოს მარკეტმა. ამიტომაც რამდენიმე take profit-ს აღება ყოველთვის მართებული არის რა. არა მარტო იმიტომ რომ რაღაც წინაღობაა, კიდე პლუს იმიტომაც არის მართებული ჩემი აზრით, რომ ზოგადად შენ თავს ესე ვთქვათ ტრეიდერმა გადაუხადო იმ მოცემული სწორი ანალიზისთვის, რა ანალიზიც გააკეთე შენ მარკეტზე. ეხლა მაგალითად ხო უყურებთ მარკეტი, მიდის ჩვენ მხარეს, ხო? ჩვენ შეგვიძლია აქ უკვე დავიწყოთ პოზიციის ნაწილების აღება, ანუ წინა ვიდეოში წესით ვისაუბრე პოზიციის ზომებზე, ეგრე 45 პოზიციით ვარ შესული, ანუ 45 არის ზომა ჩემი პოზიციის, აქედან შემიძლია რამდენიც მინდა იმდენი გამოვიტანო. ეხლა მაგალითად ჩავწერ წესით ყველა პლატფორმაზე მსგავსად უნდა იყოს, რომ ჩასაწერი უნდა იყოს, ოღონდ ეს futures პლატფორმაზე ვუმობ, forex-ის პლატფორმაზე, ანუ CFD პლატფორმები, რომლებიც არის რა, CFD პლატფორმები არის, ძირითადად სადაც forex ტრეიდობენ, სადაც ინდექსებს ტრეიდობენ, სადაც კიდე რას ტრეიდობენ, commodities, ანუ golds, silvers და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვინც ეგეთ პლატფორმებზე ხართ, ხო? მან პოზიციას უნდა დააჭიროთ ალბათ ორჯერ, ან სადმე შეხვიდეთ, სადაც პოზიციის მოდიფიკაცია შეგიძლიათ და რამდენითაც ხართ შესული, იმ რამდენითაც გინდათ რომ გამოხვიდეთ, აი მაგალითად ერთი ლოტით ხართ, ხო? ანუ არსებობს ესეთი ზომები, futures-ზე გვაქვს კონტრაქტები და CFD პლატფორმებზე არის lot size-ები, ხო? Lot size-ები. მაგალითად ვისაუბრებ ცოტა ხანში lot size-ები, ხო? თუ მაგალითად ერთი lot size-ით ვართ, შეგვიძლიათ 0.5, 0.2, ნუ ნებისმიერი ზომა შეგიძლიათ ჩახსნათ თქვენი პოზიციიდან მანდიდან, ხო, ხოლო futures-ზე შეგვიძლია, რადგან short-ში ვართ, შეგვიძლია აგერ buy-ს დავაჭირო და შეხედეთ გამოვედი იმ 25 კონტრაქტით, რაც მე მარცხნივ ზემოთ ჩავწერე. ანუ ეხლა სამე პლატფორმაზე რო იყო, სხვა პლატფორმაზე trading-ზე არა, შეგიძლიათ ჩაწეროთ. თამე buy-ს დააჭიროთ, თუ short-ში ხართ, ან short long-ში თუ ხართ, short-ს დააჭიროთ მაგდენით და მაგ პოზიციიდან მაგდენითვე გამოხვალთ. ანუ ეხლა მე შეხედეთ მე რა ვქენი რა. ესეც risk management-ია ელემენტარული, სადაც მე ჩემი მიმართულება რა სწორად დავინახე, ხო? ანუ შეიძლება ბოლომდე არ ჩამოსულა რა, მაგრამ რაღაცა დოზით ხო ჩამოვიდა, ხო? თუ მე ეს risk to reward-ი მაწყობს, ხო? რომ აქ partial-ი ავიღო და ზოგადად ჩემი სტატისტიკა ისე არის, რომ ამით შემიძლია მე პროფიტული ვიყო, ჩვენ გზად მიმართულების გზად partial-ები უნდა ავიღოთ. ხო? იმიტომ რომ ჩვენ თავს ესე ვთქვათ, გადავუხადოთ ამ სწორი ანალიზისთვის სულ მთლიანად თუ არა, იმიტომ რომ ზოგადად ტრეიდინგში სულ ბოლომ, ნუ ჯერ სულ მართალი ვერ ვიქნებით რა და კიდე არის რომ სულ ბოლომდე მართალი ვერ ვიქნებით ხოლმე რა. ამიტომაც აუცილებელია partial-ების აღება, stop loss-ის break-even-ზე გადმოტანა, რას ნიშნავს stop loss break-even-ზე გადმოტანა? break-even-ზე stop loss-ის გადმოტანა ნიშნავს იმას, რომ მე ხა ეს stop loss-ი ჩამოვიტანე ჩემს entry-სთან, ანუ აქ მე უკვე მოგებაშიც ვარ, იმიტომ რომ partial-ი ავიღე და პლუს კიდე stop loss ჩამოვიტანე break-even-ზე, რომ აქ რო ავიდეს ფასი ჩემი entry-სთან, ხო? მე ვეღარ წავაგებ ვერაფერს. ესეც risk management-ი არის. კიდე ესეთი ტერმინი არსებობს ტრეიდინგში, trailing stop loss-ი. ნინელა მახსენდება ასახსნელები. trailing stop loss-ი, ხო? აი, trailing stop loss-ი არის მე რო ფას გავაყოლო ეს stop loss-ი რა. ანუ ეხლა აქ რო ჩამოვწი, აქ რო ამერტყოს პლუსში დავხურა მთლის, საკმაო პლუსში და ამას ქვია trailing stop loss-ი. ეხლა აქ რო ჩამოვიდეს, ხო, მე რო აქ დავდო ეს stop loss-ი, trailing stop loss-ად ითვლება. იმედია მიხვდით მაგ ყველაფერს. კარგი. აი. take profit-იც გავიგეთ. შვენიერი. კაი. მოდი ახლა ვისაუბროთ ჩვენ უნდა მესაუბრა risk-ზე, risk management-ზე რა.
აქვე გეტყვით, ზოგადად ძალიან ქართველებს მით უმეტეს ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ რისკ მენეჯმენტზე რა, მათთვის 5%, 10%, 20% აკაუნტის რისკი არის ნორმალური ძალიან ბევრისთვის რა, იმიტომ რომ თქვენ პროფილებზე არ გაქვთ ინფორმაცია, მით უმეტეს პროფილების რომ არა რა მნიშვნელობა აქვს, ანუ რისკ მენეჯმენტი ნებისმიერ ზომის აკაუნტზე, ზოგადად ტრეიდინგში ძველად მიიჩნეოდა, აი სანამ ეხა ესე გათანამედროვდებოდა ტრეიდინგი, დიდარი ხალხის გასართობი ადგილი რა, სადაც $5,000 აკაუნტები მიიჩნეოდა პატარა აკაუნტებად, ხო? რამდენს გაქვთ $5,000 საშუალება რომ ჩარიცხოთ რაღაცა აკაუნტზე და იტრეიდოთ და მაგის რისკი აღებული იმის კონდეთ რომ ეგ აკაუნტი ძალიან დაგარგოთ, ხო? არ გაქვთ მაგის ბევრს არ აქვს მაგის საშუალება, ვინც ახლა ისმის დარწმუნებული ვარ, ამიტომაც გეტყვით რომ არსებობენ კომპანიები ვისი სადაც თუ დაამტკიცებთ რომ თქვენ კარგი და წარმატებული ტრეიდერი ხნუ რაღაცა წესების თუ დაიცავთ და სწორად გააკეთებთ რაღაცებს მაგ კაპიტალს მიიღებთ, ხო? ეხლა აი ეს შემდეგი ლექციების თემა არის, მოდით დღევანდელ თემას დავუბრუნდეთ რისკ მენეჯმენტზე რა. ტრეიდინგში ზოგადად კარგ რისკ მენეჯმენტად მიიჩნევა რა 2%-დან ქვემოთ უკვე არის კარგი რისკ მენეჯმენტი. ანუ 2%-ში რა იგულისხმება, ხო? მაგალითად, ჩემი აკაუნტის ზომა არის, შეხედეთ, $100,000, ხო? ჩემი აკაუნტის ზომა არის $100,000. მე თუ თითო ტრეიდში ვრისკავ 2%, ანუ ვრისკავ რამდენს? $2,000, ხო? ეხლა რამდენი პროცენტის პლუსში ვარ? მოდაში 3.4%-ის პლუსში ვარ, ხო? ეს ჩვენთვის თავარია, რომ პროცენტული მაჩვენებელი ვაჩვენოთ კვირის და თვის ბოლოს, რომ ჩვენ მარკეტზე პროფიტულობა ვაჩვენოთ. ანუ ჩვენი პრობლემა არ არის ძირითადად ძალიან ბევრი პრობლემა არ არის ხოლმე პროცენტული მაჩვენებლის დადება. მათი პრობლემა არის ხოლმე კაპიტალი რა. $100, $200, $300-იანი, $500-იანი თუ გინდა აკაუნტებით ხალხო. თქვენ მარკეტზე ფულს ვერ გააკეთებთ, ხო? თუ გაკეთებას დაიწყებთ მაგის ფულით, ხო? მაგ ფულით. ეგ არის გემბლინგი, იმიტომ რომ არანაირი რისკ მენეჯმენტი შეგარიზდება. აქედან უნდა გირჩევთ, რომ თლიანი აკაუნტის 2%-ზე მეტი არ გარისხოთ. 2% ჩემთვის ძალიან ბევრია, 2% არ ვრისკავ ხოლმე არასდროს, 1% ძალიან იშვიათია რომ გავრისკო, ძირითადად ვრისკავ 0.5%-ის გარშემო რა, ანუ თლიანი აკაუნტის 0.5%-ს ვრისკავ. ანუ ეხა მე რომ მქონდეს $100,000-იანი აკაუნტი, აქ 0.5% მისი რა არის? $500, ხო? $500 გავრისკავ თითო ტრეიდში, ანუ მე stop loss-ი მექნება აი ესე. აი მაგალითად, აი ესე. ხო? მე ვრისკავ $500. ანუ მე რო აქ ამ ტრეიდინგ გამომაგდოს მარკეტმა, ხო? წავაგებ მარტო 0.5%-ს. და თუ მოვიგებ, ხო? ჩემი მოგებები რა მეტი იქნება, იმიტომ რომ როცა ვიგებ, მეც ვიგებ, როცა ვაგებ, ცოტას ვაგებ. ეგ არის რისკ მენეჯმენტი. აქ ანუ ის კითხვები რაც ისმება, ძალიან ხშირად დაუსვათ ეგ კითხვები, სიმართლე მაღაზიანებს, მაგრამ ნუ ეხლა დამწყებია და ეპატიება. რამდენით შეხვედი მან ძმა, რამ კიდე რა არის კაზინოს ტერმინებს იყენებენ ხოლმე ხუიოზნაირ. აი, კაროჩი, მოკლედ. რამდენით შეხვედი მან ძმა. ხო, ეგ კითხვები უაზროა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენით შევედი, ნუ $20 კონტრაქტი ვარ შესული, რას გაიგებს, ვერაფერს ვერ გაიგებს, ხო? თავარი არის რამდენი დოლარი იყო რისკზე მანდ. იყო $500 რისკზე, მაგრამ ეგ $500-იც უმნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ფულს არ უნდა ვაკვირდებოდეთ თავიდან, ჩემი გულითად ერჩევა იქნება, რომ ფულს არ დააკვირდეთ, დააკვირდით პროცენტულ მაჩვენებელს. თავარია თქვენ პროცენტებში იჯდებოდეთ და ეხლა მე ვრისკავ არა $500, არამედ 0.5%-ს. ხო? აი, ერთ ჩემ ამბავს გეტყვით, მე როცა აი $100 მქონდა ადრე აკაუნტზე, არ ვიცოდი პროფილები რა იყო იმ კომპანიებზე, წეგანაც ვისაუბრე, ამის მერე რაც ვიდეო უნდა გადავიღო. არ ვიცოდი ეგენი, ამიტომაც ჩარიცხული მქონდა $100 და რაღაცა წარმოდგენა მქონდა თავიდან, რომ მაგით ფულსში შევიდი, რაც მცდარი და არასწორი იყო რა. $100-ს რო ჩავრიცხე, მე ნენელ რისკ მენეჯმენტში გავერკვიე რა. ვრისკავდი $1, ხო?
აი ეს ხა რამდენის მოგხვდათ ეს დებილი ხო არ არისო ერთულას რა არისკინებდაო რა მოდი ეხა გეტყვი რატო ვარ მე შენზე უკეთესი ვინც გაიფიქრე რა შენზე უკეთესი მანდი იმით ვარ რომ ჩემი კონცენტრაცია მაგ დროს მე დებილი არ ვიყავი და ხვდებოდი იმდენს რომ მაშინ მე ჩემი შესაძლებლობები საკმარისი არ იყო რომ მე მარკეტზე ფული გამეკეთებინა რა მიუხედავად იმისა რომ მაგ დროს $50 გავაკეთე ხო ну ხანდახან იყო რისკ მენეჯმენტის დარღვევებიც ვაღიარებ რა მაგრამ მაინც ხო ანუ მიუხედავად იმისა დამწყები ვიყავი ეგ ნორმალური ან მიუხედავად იმისა რომ მე მაგ დროს ცოტა სვისკავდი და ფულს ვერ ვიშოვებდი ხო მე ჩემ თავს კარგად ვიცნობ ჩემ თავს კარგად კი არა ზოგადად სიტუაციას კარგად აღვიქომ რომ მე ჩემი შესაძლებლობები მაგ დროს ვიცი რა დამწყები ვიყავი 1-2 თვე 3 თვე მქონდა ტრეიდინგ დაწყებული ხო მე ვიცი რომ იმის შესაძლებლობა არ მაქვს რომ მარკეტზე ფული გავაკეთო მაგრამ დებილი არ ვარ ჭკუას მოვუხმობ არ მაქვს ეგო და არ ვჩქარობ ვრისკავდი $1 იმისთვის რომ მე უბრალოდ ტრეიდები მომეგო და არა ის რომ იქ ფული დაწერილი იყო ხო ამიტომაც ხალხო ჭკუას მოვუხმეთ არავინ რაღაცა განსაკუთრებული არ ხართ და ნიჭი არ ჭირდება ამ საქმეს რადგან ნიჭი რო არ ჭირდება ამიტომაც თქვენ სისტემას ვერ აჯობებთ მანამ სანამ არ იშრომებთ არ იწვალებთ არ ისწავლით ასე შემდეგ ხო ამიტომაც ცოტა დაჭკვიანდით ბევრნი ბევრს გჭირდებათ ეგ ყველაფერი ეგო მოიშორეთ და იფიქრეთ რომ თქვენ ეს საქმე ისწავლოთ და არა ის რომ თავიდან ფული გააკეთოთ იმიტომ რომ ვერ იზავთ ყველა ფულს დაკარგავთ და მე მოხვალთ ბისთან და ესე გვასწავლო მეტყვით მაგრამ ვერ მეტყვით კაი მოდი ეხა ერთი თემას განვიხილოთ ეს თემა იქნება ლიმიტ ორდერები მოდი ეხა მე აქ აიმ stop loss და ამ take profit წავშლი იმიტომ რომ ძალიან ბევრ futures-ის პლატფორმაზე ძალიან ბევრზე stop loss-ის და take profit-ის დაყენება ეგრე მარტივად არ შეგვიძლია რა ნუ CFD-ზე ყველგან შეიძლება როგორც ვიცი ამიტომაც მაგაზე პრობლემა არ იქნება ეხა შეხედეთ ყველაფერი ლოგიკურია არ გაართულოთ ძალიან მარტივია ყველაფერი არ ჭირდება ამას დიდი გონება ხო ეხა უყურეთ ვარ 20 კონტრაქტით შესული ხო 20 კონტრაქტით თუ ვარ შესული stop loss-ი რამდენით უნდა დავაყენო რამდენი კონტრაქტით 20 ხო ლოგიკურია ჩავწეროთ აქ 20 დავაყენოთ stop loss-ი მარჯვენა ღილაკით ვაჭერთ ნუ გაჩნია პლატფორმას და ვაყენებთ რას stops buy stops როცა short-ში ვართ ვაყენებთ buy stops როცა long-ში ვართ ვაყენებთ sell stops აი ეგ long-ში რო ვიყო ვაყენებთ აგერ sell stop-ი არის ჩავედით sell stop-ი long-ში რო ვიყო ანუ ფასის ქვემოთ რო ვაჭერ sell stop-ი ეწერება ფასის ზემოთ რო ვაჭერ buy stop-ი ეწერება ხო ეხა მე რო ფასი ავიდეს და აი ამ buy stops მიმერტყავს ეგ იქნება stop loss ანუ 20 კონტრაქტით long-ში შევა ანუ თავისით გამომიყვანს რა ეხა რაც შეიძლება take profit-ებს მაგალითად მინდა რამოდენიმე take profit-ს დაყენება 10 აქ გვინდა 10 კონტრაქტით გამოსვლა 10 კონტრაქტით გამოსვლა თუ გვინდა ჩვენ თუ short-ში ვართ ვაყენებთ buy limits ხო და ფასი რო აქ ჩამოვა და თუ მიარტყამ buy limits მე გამომიყვანს 10 კონტრაქტით აქ ხო მოდი ეხა ავასწრაფოთ უბრალოდ და ეს buy limits ჩავთვალოთ რომ მიგვირთხა ხო მიგვირთხა ნახეთ კიდე 10 კონტრაქტით გამოვედით მაგრამ აქ ესენი თავის არ შეიცვლება იცოდეთ აქ კიდე 20 კონტრაქტი წერია ამიტომაც კონტრაქტს modify უნდა გავუკეთოთ იმიტომ რომ მე რო ეხა ამ stop loss ამერტყას ფასი რო ავიდეს ხო 10 კონტრაქტით long-ში შემიყვანს იმიტომ რომ აქ 20 კონტრაქტი წერია და რეალურად 10 კონტრაქტი თუ trade-ში ამიტომაც modify გავუკეთოთ 10 კონტრაქტი დავწეროთ stop loss-ი ნუ break-even zone კონდეს ჩამოვიტანოთ და დაგვჭა აგერ 10 კონტრაქტს buy limit-ი. ნუ შეგვიძლია მე ეს შევსვალოთ როგორც გვინდა ეს უკვე ჩვენზე არის დამოკიდებული რაც გინდათ ის უქენით ამ ყველაფერს აკაც 5 ჩავწეროთ. 5 და აგერ რავი buy limit-ის კიდე ახალი buy limit-ი დავაყენოთ 5 კონტრაქტით. ხო? ეგ არის და ეგ. long-ზეც იგივეა, მოდი უცებ long-ზეც გავაკეთებ. გამოვიდა ამ trade-დან. და მოდი შევიდეთ long-ში 5 კონტრაქტით, ხო? 5 კონტრაქტით long-ში შევიდეთ stop loss ვაყენებთ, აგერ sell limit, sell stops უпроსორად 5 კონტრაქტით და take profit-ი არის აგერ sell limit-ი 5 კონტრაქტით. ეხლა რომ მიმერტყას აგერ take profits, გამომიყვანს 5 კონტრაქტით,
ეს sell stop-ი დარჩება იცოდეთ, ეს ყველაფერი უნდა წაშალოთ, თორე შეგიყვანთ short-ში. კიდე. ხო, კიდე ძალიან ბევრს ექნება კითხვა, რამდენი უნდა გავრისკო? ესა როგორ გავიგო, რამდენი გავრისკო? Trading-ზე შესაძლებელია იმით, რა ქვია, აგერ დადებთ short პოზიციას, აგერ დადებთ მაგალითად აქ, აქ დააჯერთ ორი ღილაკით create limit order-ი და აქ დაწერთ USD, ხო? მაგალითად და გინდათ $500 გარისკო, იმიტომ რომ ეგ არის ჩვენი 0.5%, ხო? მარჯინი არა. უერთზამ. აი ეს. $500 ჩაწერთ. აგერ შეხედეთ 49.2 კონტრაქტი აწერია, ხო? Send order. აგერ შეხედეთ ფასი რო აქავა ამ sell limit-ზე, ხო? ამ sell limit-ზე. აი მხელა stop loss-ით, ანუ 10.16 პოინტი რომ აქვს stop loss-ი. მეტი იქნება, რა თქმა უნდა, მეტი გაირისკება ამ კონტრაქტებით, მაშინ კონტრაქტი უნდა მოაკლო, რომ გარისკო $500. მეტი დეტალები ხალხო ვერ ვილაპარაკებ ნაბად. ლოგიკური ახლა ძალიან მარტივი არის რა. ახლა ამას ჩემი ძაღლიც გაიგებს სიმართლე გიხდით. ცუდ არ მიიღოთ. ვიღაცები ძალიან ცუდ მიიღებთ ახლა. კაი, კაროჩე. ამ sell limit-ზე რო ავაფასი, შემიყვანს და გამირისკავს $451. კაი. ესე მაგრამ მოდი ახლა აქ დაგიწერთ ბარემ და თქვენი დაგუგლეთ. ვიდეო ძალიან მარტივია. თუ იქ ხართ, რა ქვია, CFD ანუ Forex-ის პოპულარიზაციაზე, რასაც ძახიან ძირითადად CFD-ზე, ქვია lot size calculator, ხო? ანუ თქვენი პოზიციის ზომა, ანუ რამდენი ლოტით შეხვიდეთ, ეგ რო გამოითვალოთ, ხო, lot size calculator დაგეხმარებათ. მე პირადად ამას არ ვიყენებდი, იმიტომ რომ რა ვიცი, ცოტათი შევდიოდი ხოლმე, ანუ ცოტა პატარა lot size-ით შევდიოდი, stop loss ვაყენებდი, ხედავდი რომ stop loss მაგალითად იყო, აი, თუ $25 გარისკო მინდოდა რა, რომ ხედავდი რომ $6-ია stop loss, იმიტომ რომ ცოტათი შევდიოდი იდეაში, ხო? დავამატებდი კიდე იმდენივეს. იქნებოდა 12, დავამატებდი, გავორმაგებდი იმ lot size-ს, მაგალითად ერთი lot-ით თუ შევიდე $12 ვისკავდი, 2 შევიდოდი და იმ $12 კიდე დაემატებოდა ზემოდან 24, ხო? ლოგიკურია. ძალიან მარტივია. ეგრე შევდიოდი მე. მაგრამ შეგიძლიათ lot size calculator-ი გამოიყენოთ და ეხა გეტყვით ერთ რაღაცასაც და დღეს ამით დავასრულებთ. ის დავარესედოთ. ერთი რაღაცაც და დღეს ამით დავასრულებთ. ეხა შეხედეთ, Forex-ის მოძრაობა ითვლება pips-ებით. pips-ებით. Forex-ი არის ვალუტები, იცით უკვე, ვინც ამ მენტორში ვსუყურებთ და futures-ის მოძრაობა ითვლება point-ებით. point-ებით. ხო? ეხა შეხედეთ, shift-ს დავაჭერ ეხა მე და ეხა აქედან აქამდე მოძრაობა არის 12.51 პოინტი. ხო? და ისა wins futures-ის ის გინდათ, რა ქვია, კალკულატორი, contract size კალკულატორი იქნება, ეგეც შეგიძლიათ დაძებნით. რაღაცა ის მქონდა PDF თუ Excel-ი, მაგრამ აღარ მახსოვს ეგ სად არის. მაგრამ ანუ ყველა რა თქმა უნდა ეხა futures-ზე ყველა სხვადასხვა ისა აქვს რა, თითო პოინტზე რისკი ყველა სხვადასხვა აქვს თითო კონტრაქტზე რა. ეხა NQ-ზე 1 პოინტზე ერთი კონტრაქტი არის $20, ხო? ანუ 1 პოინტზე ერთი კონტრაქტი $20 ისკავ. ხო რა MNQ-ზე, ანუ მიკრო NQ-ზე, ხო? არსებობს მიკრო კონტრაქტები მათი, გითხარით ეგ წინაზე, MNQ-ზე 1/10 არის, ანუ ერთი კონტრაქტით 1 პოინტზე რისკავთ $2, ხო? ნუ ეს მარტო NQ-ზეა, ესე რა თქმა უნდა, სხვებზე სხვადასხვანაირად არის. ეგ ყველაფერი თქვენი გაარკვიეთ. pips-ები და point-ებით ითვლება, ну, ეხა გადავიდეთ Forex-ზე, მოდი და pips-ებსაც განახებთ. ეხა აქედან აქამდე არის 12.8 pips-ი. ანუ აქედან აქამდე 12.8 pips-ია. იქ lot size calculator-ში იქნება მიუთითეო გეტყვის, რა ქვია ის, ვალუტა წყვილი მიუთითეო გეტყვის კიდე რამდენი pips-ი გაქვს stop loss-იო და leverage-ი რამდენიო, ეგ კითხვაც იქნება, იქ რა ქვია, მაგ კალკულატორში. leverage-ს უნდა იცოდეთ, სანამ broker-თან გექნებათ კავშირი, leverage-ს გიწერთ რამდენი გექნებათ და ეგეც თქვენ გაარკვიეთ, იმიტომ რომ მე ახლა თქვენ account-ს ვერ გავარკვევ. და ესე გამოთვლით თქვენ პოზიციის ზომას. მაგრამ ჩემი მეთოდი ჯობია მაგდან წვალებას. დღეისათვის სულ ეს იყო ხალხო.
იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, შემდეგ ვიდეო იქნება პროფილებზე და ვეცდებით დეტალურად ვილაპარაკო პროფილებზე, მატწესებზე და ამ შემდეგ მადლობა ხალხო ყურადღებისთვის, ძალიან დამეხმარებით თუ დალაიქებთ და კომენტარებთ, იმიტომ რომ კომენტარები ძალიან დამეხმარება. რა გაინტერესებთ რომ ვიცოდე, ეხლა order blocks name-ებს რომ ეწერთ, მაგებს ვერ აუხსნი აქ. და ხო. მადლობა ყურადღებისთვის, დადროებით.